მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო. მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ვართ ხომ მარტყოლანი კარგად და ჯანმრთელად ჩემოკარგებო. ძალიან მომენატრეთ. მე მგონი რამდენიმე დღის წინ ჩავწერე ვიდეო და ეხლა უკვე წერ. ნელ-ნელა გამოვსწორდი ხო? გამოსწორების გზას ვადგავარ მე მგონი. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში არ შემიძლია არ დავიწყო მადლობით. ოღონდ პირველივე მადლობა, აი ძალიან მინდა დიდი მადლობა, ყველას დიდი მადლობა გადავხადო ემიგრანტებს. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო, თქვენ, ჩემო საყვარლებო მდობისთვის, ერთგულებისთვის, მადლიერებისთვის და იმ სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც არიშურებთ ჩემთვის. მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად მარტო ემიგრანტებს არ გულისხმობ, ზოგადად უკვე ჩვენ ერთად ვისაც გვიმუშავია, ვინც კონსულტაციებზე მირეკავს. ჩვენ ვართ უკვე მეგობრები და მე არ ვთვლი თავს ხოლმე, რომ აი ოფიციალურად რაღაცა ის საუბრები არავით არის პირიქით, უფრო მეტად დაახლოებული, უფრო მეტად თუ რაღაცა აწუხებთ და თუ რაღაც კი არა, მეც თუ რაღაცა ხდება ხოლმე, მეც მithქვამს, რომ აი ეხლა იცი რა ესე შემემთხვა ესე და ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ეს აი მე ხვდით რის თქმა მინდა, აი ყველაზე მთავარი არის ადამიანობა, ურთიერთგაგება და დანარჩენი სხვა, ასე ვთქვათ, შემდგომი მნიშვნელოვანი ნაწილია, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ერთმანეთს ვუკავშირდებით და ვიცნობთ ყველაზე რთული სიტუაციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ როდესაც გვიჭირს ტაროსთან მაშინ მოვდივართ, მაგრამ მერე და მერე უკვე რომ გამოსწორდება სიტუაციები, ვისთანაც დალაგდება, უკვე ვისთანაც სიტუაციები დადებითისკენ მიდის, ხო? და უკვე გადმოვდივართ, ან ისე ვკითხულობთ ერთმანეთს, ისე მომიკითხავენ, მეც მოვიკითხავ და პირიქით, თუ რაღაცა პრობლემას ან რაღაცაზე მინერვიულია, მომენტალურად უთქვიათ, რომ აი თეკო შენი ხმა არ მოგწონს და აი იმდენად ვერც კი გადმოგცემთ სიტყვებით, როგორი სითბო მეღვრება, რომ ესე იგი ეს ადამიანები უკვე მცნობენ მეც, ხო, როგორც მე ვცნობ მათ, ისე ისინი მცნობენ. ამიტომ ემიგრანტებით ვიწყებ განსაკუთრებულ მოკითხვას ყოველთვის და ვამთავრებ საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. მიყვარხართ ყველა, გაფასებთ ყველას მაქსიმალურად რაც შემიძლია ვაკეთებ, დავრბივარ წინ და უკან საქმეებთან ერთად, ხო? და ყველაფერს როგორც რანაირად, როგორც საჭიროა, როგორც წესია, ოღონდ არ ვარღვევთ სამყაროს კანონებს, იციან ჩემთან ვისთანაც ვმუშაობ, ყველა მიცის, რომ არასდროს არ დავარღვევ სამყაროს კანონს და რამე არასდროს არ გავაკეთებთ. ბალანს ვერ დავარღვევთ, ამის უფლება არ გვაქვს, მით უმეტეს, ვისაც მომავალი თაობა გყავთ სახში, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება შვილი არ იყოს, მაგრამ ძმისშვილია, ბიძაშვილი, ხო? პატარა თაობებზე გადადის, ამიტომ არასდროს არ გავაკეთებთ. მე თვითონაც შვილების დედა ვარ. მოკლედ ეს რაც მინდოდა მეთქვა და მადლობა ყველაფრისთვის კიდევ და კიდევ. ასევე სანთლებთან დაკავშირებით, ვისაც გვინდა, ხო? აუცილებლად მომწერეთ და არ ვიცი, რამდენიმე მომწერა და WhatsApp-ზე ვერ მიპოვა და გამიკვირდა, არ ვიცი, რატო ვერ მპოვლობთ, მაშინ თქვენ დამიტოვეთ ნომერი და მე დაგამატებთ, არ არის არც ეგ პრობლემა. YouTube-ზე რო იტვირთება ჩემი ვიდეო, ლინკის ბოლოსა ტელეფონის ნომერი, ხოლო TikTok-ზე როდესაც იტვირთება, პირადში მწერთ და იქ, ასე ვთქვათ, იქ გწერთ მე ნომერს და იქ გამატებთ მე. ანუ TikTok-ზე მე ნომერი არ მიდევს. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი კონსულტაცია კონკრეტულად მხოლოდ და მხოლოდ იქნება. ჩავიფიქროთ ჩვენ პარტნიორის სახელი და გვარი, ჩემო ძვირფასებო, ჩაიფიქრეთ. და დღევანდელი ვიდეო გაშლა იქნება მხოლოდ და მხოლოდ გრძნობაზე. მხოლოდ გრძნობაზე ვიცით, რომ საჯაროა გაშლა და აქ არ არის საწყენი, ესე იყო, იმაზე არ რეზონის და საჯაროა ჩემო ძვირფასებო, რამდენადაც მეტია ყურება, მით ნაკლებია რეზონირება. ამიტომ რა თქმა უნდა, ჯობია ხოლმე პირადი კონსულტაცია, ხო? ბევრად უკეთესია და თან აი ზუსტად ერთ-ერთში იგებ ყველაფერს და იმ სკროლვით არ ციღლებით, ხო? ძნელია, იმიტომ რომ თითქოს იმედი გეძლევათ საჯაროზე და ამ დროს ყველაფერი სხვანაირად ხდება. ხო და ამიტომ მსგავსი რამე რო არ მოხდეს, რა ვიცი, მე გირჩევთ, რომ პირადი კონსულტაცია ყველაფერს ჯობია. კარგი, ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი და კი ბატონო, თუ დაბადების წელი იცით, დაბადების წელიც შეგიძლიათ სრულად ჩაიფიქრეთ, ვნახოთ რა ენერგიებშია თქვენი პარტნიორი და ვნახოთ რა ენერგიებშია
თქვენთან დაკავშირებით. ანუ ჯერ ენერგიებს ნახულობ და შემდგომ სამ-სამი არკანით გრძნობები. რას გრძნობს? რას გრძნობს? რას გრძნობს? ნახოთ. ხო, ხა დავიწყებ და ნახოთ ვინ არის, რა ენერგიებშია, თქვენთან დაკავშირებით რა ენერგიებშია. ნახავ ხა ყველაფერს, ხო. პირველ რიგში ეხლა ნახეთ რა ხდება. კი ბატონო, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ აქ რამდენი არის რა ვარიანტები და მოკლედ ესე ვიტყვი. პირველ რიგში პირველივე ვარიანტი რაც ამოვიდა ეს არის სამკუთხედი. ნამდვილად არ მინდოდა პირველივე სიტყვაზე ის მეხსენებინა, მართლა არ მინდა ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც მომენტებში ხო, რაღაც ვიდეოებში მეც ხო თქვენთან ერთად ჩავიფიქრებ, თქვენ გონიათ მე მსიამოვნებს, ან ზოგადად მსიამოვნებს სამკუთხედს რო ახსენებთ, მაგრამ არ კონკრეტულად მიიღებთ ისე, რომ ეხლა ამ წუთას მოქმედი სამკუთხედია და მოქმედი ყავს მას ვინმე, ან თქვენ ყავთ ვინმე. არა, კი ბატონო, ესეც ერთგვარად შეიძლება იყოს. რომ თქვენც მოქმედი გყავთ პარტნიორი ან მეუღლე და მასაც, კი ბატონო, ერთი ეს ვარიანტია, მეორე ის, რომ დაშორებულია ერთი წყვილი, ერთი ადამიანი და მეორე თავისუფალია და მესამე ვარიანტი არის იცით როგორი საკითხი, იმიტომ რომ შეიძლება თქვან რომ მაინდა-მაინც გაყრილს ხო ხდებით და გაშორებულ წყვილებს ეხებაო, შეიძლება კი ბატონო, მესამე ვარიანტად ჩავთვალოთ ის, რომ არ ეხება გაშორებულ წყვილებს და ზოგადად ეხება ურთიერთობას, სიტუაციას, რომელიც იყო, არსებობდა, ეს არ არის ახალი, არამც და არამც, ეხლა ძალიან ახალი. ეხლა მოდით ზუსტად რო გაგარკვიოთ, მოკლედ ვთქვათ. შეიძლება 2 თვის იყოს ურთიერთობა, მაგრამ 2 წელს ნიშნავდეს, შეიძლება 2 წელს იყოს და 1 თვის. ზუსტად მინდა გაიგოთ, 1 თვის შეიძლება იმდენი რამე მოხდეს ორ ადამიანს შორის, რომ ყველა და თქვენ თვითონაც გაოცებული დარჩეთ იმ ხელა საოცრებებზე და გრძნობებზე იყოს საუბარი. ამიტომ არც არ არის გამორიცხული, მაგრამ სიტუაცია მე რასაც ვყურებ და რაც ხდება, კი ბატონო, მაინც მე ვფიქრობ, რომ აქ ოჯახები, რომელიღაცას ყავს, ან გაშორებულია, ან გაშორდეს, მოკლედ მთელი ამბები, მაგრამ ყველაზე მთავარი იწყება 4-იანი პენტაკლებით, ეგოისტობით. პარტნიორი, რომელიც თქვენ პარტნიორი ეგოისტურ მდგომარეობაში, ასევე თქვენც არ არის გამორიცხული და სამყარო მოგიწყოთ ძალიან დიდი გამოცდა, აი შეხედეთ თქვენი თვალით, როგორი გამოცდა მოგიწყოთ სამყარო, მაგრამ მიუხედავად ამ გამოცდისა, ადამიანები ვართ ხო, რაღაცას ვლახავთ, რაღაცას ვერ ვლახავთ, მელიასავით გაიპარა სიტუაცია, გაჩუმდა უჩუმრად წავიდა, არ ვიცი, დაგშორდათ, რა მიზეზი გითხრათ, არ გითხრათ, მიზეზი იჩხუბეთ, შეიძლება მესამე პირის გამო იჩხუბეთ, ხო, ყველაფერი ხდება და წავიდა ურთიერთობიდან, ძალიან გადკინათ გული, ზუსტად ესე სამიანი ხმლები, საოცარი არკანია ეს. ნათელმხილველი ტაროს დასტის სამწუხაროდ სამიანი ხმლები, აი ბოლო ხმაზე რო ღრიალი გვინდა, სადღაცა უკიდე განუადგილას რო გვინდა მივიდეთ და იქ ვიღრიალოთ ბოლო ხმაზე. აი დაახლოებით აი ესე დაგტოვათ და მე იმას არ გეუბნებით, რომ თვითონ კარგად არის. მე ეხლა ნახეთ, მე მინდა რომ სწორად გაიგოთ. მე არ ვიცახი, რომ ამ წუთაც ადამიანი კარგად არის და ბედნიერი არის. ადამიანი ეგოისტია. ადამიანი თქვენ ბოლომდე არც დაგშორებიათ, არც არის გამორიცხული ამისგან რაღაცები მიიღოთ, უბრალოდ ჩვენ დღეს გრძნობებზე ვსაუბრობთ, კონკრეტულად ვისაც და გაინტერესდებათ, რა თქმა უნდა, პირად კონსულტაციაში განვიხილოთ უკვე რა შეიძლება მოყვეს, მომავალი რა იყოს, რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ, ხო, იმიტომ არ მინდა დღეს მინდა მხოლოდ გრძნობებზე საუბარი, რატომღაც ამ ენერგიებით გავიღვიძე დილიდანვე ვიძახთი, უნდა ჩავწერო ვიდეო, ჩავწერო და იმოვედით ვარა სამსახურიდან, სანამ ხა პირად კონსულტაციაზე შევალ, ეგრევე გიწერთ ვიდეოს. და მოკლედ ჩემოძვირფასებო, ჩვეულებრივად ეხა მელიასავით გაიპარა, ხო, არ მინდა ისე მიიღოთ, რომ ატყვარა, არა. ზოგადად არიან მამაკაცები, რომლებსაც, უმეტესობა ქალბატონები მიყურებთ, ამიტომ ვსაუბრობ პირდაპირ, თორე ვინც მამაკაცები მიყურებთ, კი ბატონო, ჩემოძვირფასებო, მოიბრუნეთ თქვენსკენ, ხო, შემოატრიალეთ, მიხვდებით თქვენზე რეზონირდება თუ არა.
ხო და აი ნახეთ რის თქმა მინდა, აქ კონკრეტულად არ მაქვს საუბარი, რომ მელიასავით გაიპარა და გაიწურწა და მიგაგდო. კი, შეიძლება ესე იფიქრეთ, რომ მიგაგდოთ და მიგატოვათ და ძალიან ცუდად ხართ, მე მისმის, მაგრამ თვითონაც არა, რო გითხრათ ეხლა რომ თვითონ ბედნიერია და კმაყოფილია, არა, ჩემო კარგებო, საკმაოდ განიცდის ეს ადამიანი, რო იცოდეთ. ამ ადამიანსაც ეთკინა გული. არ არის გამორიცხული ახლა ორ ადამიანს შორის ერთი მართალი ვერასდროს ვერ არის. აგერ ჩემი თავიდან გამომდინარე ვიცახი, ხო, ადამიანები ვართ. მეც ტყუი ვარ, ტყუოდი ვთქვათ, ისიც ტყუოდა, ხო? ყველაფერი ხდება, მაგრამ იცით რა არის? ასე მარტივად ხელისკრა და ასე მარტივად რა ვიცი მე ესე მარტივად რო შეუძლიათ დავიწყება და მეორე დღეს საერთოდ ვეღარ ფიქრობენ თუ აი როგორ თქვა არც ადარდებთო რომ იტყვიან ხო იცი დაახლოებით ესეთ სიტუაციას უყურებ თუ ესეთი არის ჯერ ესეთი ადამიანი არ გჭირდებათ მაგრამ კი ბატონო სიტუაცია თუ ის მომენტია რომ ცოტა ხანი მარტო უნდა ყოფნა და მე შეიძლება დაუბრუნდეს დაგიბრუნდეთ ან დარეკოს ხო მე შეიძლება საერთოდ აღარ გინდოდეთ მაგრამ ზოგადად ვალდებული ვარ ისიც თქვა და ისიც თქვა ხო მაგრამ ყველაზე მთავარი მე რასაც უყურებ ნახეთ კვერთხების ტუზით ნახეთ როგორი მტკნარება მაქვს საერთოდ არ მეძინება ამ დროს არც მიფიქრია ეხლა ამ წუთას ერადონის ხო თქვენც ვინც მიყურებთ თვალსაც იღებთ და რა ვიცი კიდე 1000 რამეს და თვალი ისეთი რამეა ეს თუ არ გაიწმინდა და ეს თუ არ დავეხმარით და დაცვა თუ არ დაიდო ტყუილი ამბავია რამე ეშველოს მარტო ისე კი ბატონო შეიძლება თქვენთაც აკეთებდეთ რაღაცებს მაგრამ არ შეიძლება ზოგადად ჯობია ხოლმე რომ წმენდები გავაკეთოთ მოკლედ ნუ აღარ ვსაუბრობ ახლა იმაზე ვისთან მაგია იყო და ვისთან ჩარევები მჭირდება ხო ეს საერთოდ სხვა საკითხია მოკლედ ახლა არ მინდა ამ თემაზე მაგაზე პირადად ვისაც გაინტერესებთ ამიტომ ჩემო ძვირფასებო ყველაზე მთავარი ის თქოს მინდა მასაც არანაკლები ეთკინა მასაც არანაკლებ არ ვიცი რა უთხარით თქვენს გაფრაზებულზე რა მეუთხარით მაგრამ კვერთხების ტუზით აკელოდეთ მის გამოჩენას აუცილებლად აქ უნდა ელოდოთ მის გამოჩენას იმიტომ რომ მე არ გეუბნები დღეს და ხვალ გამოჩნდება მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება იმიტომ რომ ეს ხდება საერთოდ სად არის რა სიტუაციაშია სად მოხდა რა მდგომარეობაშია და რაღაცა გარკვეულ პერიოდის მერე რომ თუ ნაბიჯი არ გადმოდგა მიხვდება რომ შეიძლება საერთოდ დაკარგოთ ნახოთ ეხლა გრძნობები თქვენი პარტნიორის გრძნობები თქვენთან დაკავშირებით ხო ოპა მოდი დავიწყებ თქვენ თვალით მინდა დაგანახოთ ხუთიანი ხმალი ხუთიანი თასი და მე-13 მაღალი არკანი ტრანსფორმაცია სადაც ცდილობს პარტნიორმა რაღაცა ნათელი წერტილი დაინახოს რომ იქნებ სიტუაცია შეიცვალოს იქნებ სიტუაცია გამოსწორდეს რომ რაღაცა მდგომარეობა განათდეს და დაუბრუნდეს რაიმე ახალს. ნახეთ, მე არ გეუბნებით კონკრეტულად თქვენ, არც არ გამორიცხული თქვენ, მაგრამ ტრანსფორმაცია ისეთი რამეა ტრანსფორმაციის დროს ზეპირად ვერავინ ვერ იტყვის რა და როგორ ტრანსფორმაცია სჭირდება თავისი დრო და გრძნობებში ჩემო ძვირფასებო. მე პირდაპირ ვუყურებ ურთიერთობას, სადაც თითქმის დასრულებულია ყველაფერი. სამწუხაროდ თქვენ და მე მოპატიეთ თქვენ და ჩემდა და ზოგადად ეს თქნარება სხვა რამის ნიშანია და ამასაც იმედია მიხვდებით თქვენ და სამწუხაროდ და ჩემთან სამწუხაროდ ჩემო ძვირფასებო ხუთიანი ხმლებით შეშინებული ასევე ხუთიანი თასებით აბსოლუტურად აღარც ემოცია აღარაფერი აღარ გააჩნია მინდა გითხრათ განა სიყვარულით არ უყარხართ ეხლა ამ წუთას არის მიუვარდნილ მიგდებულ არ ვიცი აი მიძურწულ აი არაფერი რო არ უხარია აი ამ მდგომარეობაში წარმოიდგინეთ გრძნობებში ამომდის სამივე არკანი რომელიც არის არც ერთი არ მიჩვენებს იმას თორე ხა წარმოიდგინეთ როგორ მინდა რომ რამე კარგი გითხრათ ხო არც ერთი არ მიჩვენებს იმას რომ რაღაც საიმედო ვთქვა და გრძნობები მიუხედავად იმისა რომ 1-2-იანი პენტაკლით არც მინდა გავამწვაო ძალიან მაგრამ სხვა გზა არ მაქვს 50-50-ზე სიტუაცია მაგრამ კოშკის არკანით აბსოლუტურად ჩამომხობილ სიტუაციას ვუყურებთ
და აი თქვენი რვიანი ხმლები, აი თქვენი მაგია, აი თქვენი არ ვიცი მესამე პირმა ჩაკეტა, რა გაუკეთა, როგორ გაუკეთა, რა მოხდა, ვინ რა გააკეთა, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ყველაფერს ჭირდება მუშაობა. ამ წუთას გრძნობებში გეუბნებით, ვისთანაც მუშაობ, ისინი ნუ მიიღებთ თქვენ თავზე. ვისთანაც მუშაობთ, ჯერ ამ ვიდეოს ვინც უყურებთ, ისე უყურეთ თუ გინდა, თქვენ არ გეხებათ. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვისთანაც ჯერჯერობით ისევ აი რო ვდგავართ და კიდე ესე პატარა ბავშვები ველოდებით, რას ელოდებით, რვიანი ხმლები და ადამიანი, რვიანი ხმლები, ხუთიანი ხმლები, ტრანსფორმაცია და სიკვდილის არკანი და კოშკი, ჩათვალეთ, რომ ურთიერთობა აღარ არის. გაწირულია, აბსოლუტურად მიწასთან არის გასწორებული. არ ვიცი, თქვენი გადასაწყვეტია რას აი წესით აი ამ კონსულტაციის მერე. წესით, პირდაპირ ჩემი ნომერი თუ რა ვიცი, პირადში მომწერთ, რომ პირად კონსულტაციაზე გადმოხვიდეთ, იმიტომ რომ თუ რა თქმა უნდა გიღირთ, თორე თუ არ გიღირთ, აგერ უყურებთ, ასკროლავთ, კიდე უყურებთ. მიხვდით? თუ გიღირთ, უნდა მიხედოთ მდგომარეობას. არანაირად არ მომწონს აბსოლუტურად განულებულს მიჩვენებს გრძნობებს და პლუს ამას ჩაკეტილობას და გრძნობები. გადავირიე ხალხო, ჯერ ხო ტაროზე საოცარი არაფერი არ არის და ნათელმხილველის ტარო, რომელიც სასიყვარულო ტაროა, ამდენი საშინელი არკანი ამოვა და რაც სუდად არის ადამიანი, მე მოდით ერთ რაღაცას გეტყვით, აი ამ მდგომარეობაში რაც ჩამოვთვალე, აი ამ მდგომარეობაში რაც ჩამოვთვალე და აი ზევით რაც ჩამოვთვალე, მე თქვენ ადგილას შემეცოდებოდა. აქ მაგიის ზემოქმედების ქვეშ არის ადამიანი. პირდაპირ გეუბნებით. აქამდე კიდევ ვეჭობდი და ვორჭოფობდი და ხო, ანუ მიქნებად კი არა მეჩვენება, არაფერი არ მეჩვენება. აი ამან ვაფშე დამიხურა ეხა ბოდიშთ ამ სიტყვაზე, საერთოდ დამიხურა ბოლო არკანებმა. შოკი მაქვს. როგორ მინდოდა და როგორ სხვა რაღაცას ველოდი და მართლა ძალიან ცუდად ვარ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ვერ გეტყვით და ვერ მოგატყვევთ იმას, რომ თვითონ არ განიცდის და ცუდად არ არის. ძალიან ცუდად არის და განიცდის. აი მაღლა თუ თქვენ ესე იყავით, რომ ენერგიებში რომ ბოლო ხმაზე ღრიალი გინდოდათ, ეხა თვითონ არის ესე. მარტო არავინ არ ყავს, ეს წოდეთ. რომ ცოლი ყავდეს, ეს წოდეთ რომ მარტოა, მარტო ზინავს თავისთვის არის, შეიძლება კი ბატონო ყავდეს ფორმალურად ის ცოლია თუ ვინც არის თუ პარტნიორი, მაგრამ აბსოლუტურად თავისშია ჩაკეტილი და ესეთი ადამიანი ერთ რამეს გეტყვით, ძალიან ცოტაა და თუ გიღირთ, მაშინ უნდა მიხედოთ და თუ არ გიღირთ, აგერა უყურეთ, დაასრულეთ და დამთავრდა ყველაფერი. აი აბსოლუტურ შიშებში გადავიდა, შიშები არ იყო აქამდე. შიშები, კოშკი, ანუ ურთიერთობა, მე ვფიქრობ, რომ აქ აღარ არის, რომელ კომუნიკაციაზე, არაფერი არ არის. არც კომუნიკაცია, არც ურთიერთობა და არაფერი, რომელ გრძნობებს ვიღებ ხალხო და არ ამოდის არაფერი. საიმედო არ ამოდის, რომ გითხრათ, გადავირი, ერთადერთი რა შემიძლია გითხრათ გრძნობებში და მეტ არკანს აღარ ამოვიღებ, ეს არის იმპერატორული თვისებები და იმპერატორი გვიხურავს. ანუ იმპერატორია თქვენი ვაჟბატონი და მე ვფიქრობ, რომ იმპერატორისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია, იმიტომ რომ იმპერატორი გვიყვარს, იმპერატორს ვაფასებს, იმპერატორული თვისებები გვიზიდავს, მაგრამ ჩემო ძვირფასებო გრძნობებში ეს ადამიანი მე ვფიქრობ, ეცდება რაღაცა ახალი გზისკენ გადასვლას, არ ვიცი, ვიღაცა მამაკაცი ხმარება ამაში, მიუხედავად აი ამ განმარტოებისა, გრძნობებში მე რასაც უყურებ, აბსოლუტურად დატოვილი ყავხართ. თქვენც დატოვეთ და იმანაც დაგტოვა. თქვენ შეიძლება კი ბატონო ფიქრებით მაინც ხართ, ტირი ხართ, ნერვიულობთ, მაგრამ იმან კი ბატონო დაგტოვათ. მაგრამ ყველაზე მთავარი რის თქმაც მინდა. ნახეთ, აუცილებლად აი რა გააკეთეთ, იცით? ну, მაგრამ ესეც ახლა შეგიძლიათ პირადში მომართოთ და ივისთანაც მუშაობ ხოლმე ვეუბნები ხო, რომ სავსე მთვარეობის დროს, რაღაცა პერიოდების დროს, რაღაცა, ანუ ხო, ერთგვარად გამოძახება, ანუ უნდა გაკეთდეს რაღაცები შეგადაშიგ, რომ გავიგოთ ეს ადამიანი რამდენად ახლოს არის თქვენთან და რამდენად ღირს სიტუაციების საჩვენო ჩემობრუნება, ხო? ამიტომ მე ვერ მოგატყუებთ, რომ გითხრათ ახლა იმპერატორის დავიწყება გამორიცხული, მოდით პირდაპირ გეტყვით, მაგრამ მიუხედავად ის ზუსტადაც რომ იმპერატორია, ამან არ გონია უკან აბიჯი გადმოდგას. არ ვიცი, ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი, ძალიან ხართ ერთმანეთზე გაბრაზებულები, არ ვიცი, ორივემ რავი ჩახოცეთ თუ აგინეთ თუ რა ვიცი, უშვერი სიტყვებით ლანძღეთ, ადამიანები ვართ, მეც მომსვლე ამაზე და სამწუხაროდ როგორც ჩანს აი ამ სიტუაციამ ეხლა ესეა. კიდევ იმეორებ ხა
მართლა 2 კვირის მერე რა იქნება, ზეპირად მართლა ვერ გეტყვით, მაგრამ ეხლა ამ წუთას აი ამ სიტუაციას ხედავ. საერთოდ სხვა განწყობით შემოვედი, შემოკარგებოდა სამწუხაროდ ვერაფერს საიმედოს ვერ გეუბნებით გრძნობებში და მე თვითონ მემწყდება გული გჯერათ და ყველაზე მთავარი იმაზე მწყდება გული, რომ იმპერატორი არ უნდა დაკარგოთ. ესენი ესე არ მოდიან. ესენი აიქნე არ მოდიან, ეს სამყაროს მიერ გამოგზავნილები არიან. ამიტომ მე არ გვიძახი ხა არ მითხრათ, რომ აი ავდგები მაშინ და მივწერ და ეს არა. არამც არ უნდა მივწეროთ თუ რაღაც ისეთი მოხდა, ამიტომ ჯერ ამას ჭირდება პირადი კონსულტაცია და იმის მიხედვით გეტყვით. არ ვიცი თქვენ ნებავთ გადმოგცანდით პირადში, უბრალოდ ძალიან გული დამწყდა, ისეთი არკანები ამოვიდა და აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვაპირებდი გაშლას. ვერაფრით ვერ გაიმედებთ და ერთი იცოდეთ, ეს სიტუაცია არ გამოსწორდება, უარესობისკენ წავა და თუ ადამიანის მიმართ რაიმე გრძნობა გაგაჩინეთ, თუ ადამიანი გიყვართ, თუ ადამიანი ვერ გეკარგებათ გულში, ხო, ვერ დაკარგვა ქვია და გჭირდებათ, მაშინ მოდით ცოტა თავის გავამოძრავოთ, გულიც გავამოძრავოთ და ნელ-ნელა დავიწყოთ გავამზადო ხა თქვენს მერე კონსულტაცია მაქვს და ესაა პირადი კონსულტაცია და ნელ-ნელა არ ვიცი, მაშინ მოვიგოთ კონს არა, აი მართლა დედას გეფიცებით შოკში ვარ. არ ველოდი თუ ესეთი გრძნობებზე ესეთი ამბავი, ესე იგი ახალი მომხდარია, ახალი შეიძლება ადრინდელიც და დაემატა კიდე რაღაცები და თქვენს არის ფიქრობთ, რომ გადაივლის რაღაც. არა, უარესობისკენ წავა. ამას თუ არ უშველეთ, ერთს გეტყვით, უარესობისკენ წავა. ამას თუ არ გავუხსენით ეს კვანძები და ეს მდგომარეობა. არ ვიცი, თქვენ ნებავთ ჩემო ძვირფასებო, ეს იყო დღევანდელი ჩვენი კონსულტაცია, საჯარო, რა ვიცი, მე სხვა შედეგს ველოდი და რა ვქნა, მე თქვენზე მეტად მიხარია ხოლმე რამე კარგს რო გეუბნებით. დანარჩენზე გელოდებით პირად კონსულტაციებში. ეხლა დაგემშვიდობებით დროებით, მიყვარხართ ყველა.